მოდი ჩვენ მივედით თავარ შეკითხვის პასუხამდე, რომ დღეს რუსეთს არ შეუძლია უკრაინის ფრონტიდან ძალების მოხსნის გარეშე ჩამოაყალიბოს 60,000-იანი კონტინგენტი იმისთვის, რომ დახმარება აღმოუჩინოს ოცნებას. 60,000-ზე და ეს შეგვიძლია ჩავთვალოთ არა როგორც ექსპერტის ესე ვთქვათ დასვნა, არა ჩვენ ანალიტიკური ჯგუფის შედეგია, როცა ვითვლით კი და ბატონი ვასილი საუბრობს ფაქტებზე, უბრალოდ ერთ დავამატებ განმარტებისთვის, რატო გვაქვს ეს ცოდნა და საიდან მოგვაქვს. ჩვენ თავად სამის რო გონია მარტო ის რომ ომი თუ დაიწყება შერაგებულმა ძალებმა რაღაც ბრძოლები და მოიგოს. თავად სამის დროს მეორე მნიშვნელოვანი ამოცანა ეს არის ომის საფრთხის ამოცნობა. ანუ ეს არის მილიარდიანი ღირებულების ამოცანა, ესე რომ ვთქვათ, არასწორი პასუხის შემთხვევაში სახელმწიფო ზარალობს ან მილიარდებს, ან სახელმწიფო ამთავრებს თავის არსებობას. ანუ თუ ეს არის ცრუ განგაში, ამ შემთხვევაში საბრძოლო ძალყოფაში მოყვანილი შეიარაღებული ძალები ტყუილ უბრალოდ ეს ნიშნავს წყალში გადაგრილ მილიარდებს და თუ განგაში ასატეხი და თავად სამის რომ ვერ გამოიცნო ომის საფრთხე, ამ შემთხვევაში ეს არის წაგებული ოპერაცია. აქედან გამომდინარე, ამას ანუ ნებისმიერი ოფიცერი თავის კარიერის მანძილზე ერთხელ მაინც ან ორჯერ მაინც არის ისეთ თანამდებობაზე, სადაც უწევს ამ ანალიტიკურ ჯგუფში თავის საქმიანობა. ამიტომ აქედან გამომდინარე ამ ტიპის დათვლები ეს არ არის ჩვენი რაღაც უსტაბურად მოფიქრებული ანალიზი და დათვლა, ამ ტიპის დათვლებს და დათვლებს თავად სამინისტრო ყოველდღე აკეთებს. უბრალოდ რა თქმა უნდა ეს დათვლები თქვენამდე არ მოდის, იმ დროს საქართველოს აქვს რატომღაც საქართველოს ხელისუფლებებს რაღაც სუდი ჩვევა, რომ ბევრი რაღაცა გაასაიდუმლოს და არ დაპატიჟოს მოსახლეობა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში თანამონაწილეობისთვის, როგორც მათი საკუთარი უსაფრთხოება და ამიტომაც ესე მარტივად ატყუებს ხოლმე ოცნება თავის ხარდაჭერების ნაწილს და ამიტომ ესე მარტივად манипуლირებს ომის თემით, იმიტომ რომ ჩვენ ამის უნარები და გამოცდილებები სამწუხაროდ არ გვაქვს, იმიტომ რომ არ ვიღებთ მონაწილეობას თავდაცვის პოლიტიკის ჩამოყალიბებაში, არ ვიღებთ მონაწილეობას უსაფრთხოების პოლიტიკის ჩამოყალიბებაში. დავსვავ ასე ძალიან რიტორიკულ შეკითხვას. რომელიმე ნორმალურ ადამიანს, როდესაც საკუთარი სახლი ეწვის და ამ დროს ცეცხლი გაუჩნდა მეზობელ სახლს. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მივადა საკუთარ სახლს ჩააყრობს და შემდეგ თუ შეძლებთ მეზობელს დაეხმარება. ძალიან ხშირად მიდის საუბარი იმაზე, იყო ყოველ შემთხვევაში და ეხლაც მიმდინარეობს მეორე ფრონტის გახსნა. დღეს ერთ-ერთ გადაცემაში თქვი და გავიმეორებ ჩემს ხედვას, რომ უბრალოდ ჩემი შეხედულებით და შემდეგ შეგვიძლია ვიმჯეროთ, რუსეთი დღევანდელ დღეს უკვე ომობს ორ ფრონტზე. მას ერთი ფრონტი აქვს, პირველი ფრონტი, მოდი ასე ვთქვათ, დასავლეთის მიმართულებით, ანუ რუსეთიდან დასავლეთის მიმართულებით ძალისხმევა და მეორე ფრონტი ცოტა ხნის წინ რუსეთს გაუხსნა უკრაინამ კურსკში. ანუ თან შევხედოთ ახლა საუბარი არის კურსკში სამხედრო სრულმასშტაბიან ოპერაციაზე, რომელიც მიმდინარეობს რუსეთის ტერიტორიაზე, შესაბამისად, როგორც ბატონმა გიორგიმ თქვა, ლოგისტიკა, ანუ მომარაგების პრობლემა, ანუ ზურგი, რასაც ქვია რუსებს, თავიანთი აქვთ, თავისი ყველასიკეთი. და შევხედოთ აბა ერთი პირველი რაც მათ გააკეთეს მაგ ოპერაციის შემდეგ. პირველი შეეცადნენ შეეგროვებინათ საკუთარი სამობილიზაციო რესურსი ვერ შეეგროვეს და მიმართეს ვის? ჩრდილო კორეას. ხო, ანუ იმ 60,000-ზე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს არ არის ჰაერიდან მოტანილი ფრაზა, რომ მას ვერ შეაგროვებს. მას რომ შეძლებოდა 60,000 ადამიანის შეგროვება, პირველ რიგში კურსკის პრობლემას მოუგვარებდა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საერთოდ არც კი თხოვდა ჩრდილო კორეას, რომ რასაც ქვია ცოცხალი ძალა გამოეგზავნა. ეს პირველი მომენტი. მეორე მომენტი, რაც შეეხება იგივე რუსეთის რესურსების რეალურად მილევას. ყველაზე კაი მაგალითი მაგისი არის, კვლავაც დაუბრუნდები 2008 წლის ომს. 2008 წლის ომის დროს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთმა გაანახორციელა ტერიტორიულად და ორი დამოუკიდებელი ოპერაცია. ერთი სახმელეთო ოპერაცია იყო აღმოსავლეთ საქართველოში და ქვეითის შემოდინება იყო როკის გვირაბი, ზარაცგზა და ასე შემდეგ და მეორე საბრძოლო მოდი მიმართულება თქვა და ეს იყო დასავლეთ საქართველო, სადაც სახმელეთო ძალები შემოვიდა აფხაზეთის მიმართულებიდან, მაგრამ ამ სახმელეთო ძალებმა რეალური მხარდაჭერა ძირითადი მიიღო საიდან? შავი ზღვის რუსეთის ფლოტის მეშვეობით. ძალიან ცნობილი კრეისერი მოსკვა, რომელიც უკრაინელების წყალობით გადაკეთდა წყალქვეშა და ძალიან ცნობილი მიმართულებით არის წასული. ისევ როგორც პრაქტიკულად დანარჩენი
შავი ზღვის ფლოტი რეალურად დღევანდელ დღეს თუ ჩვენ შევხედავთ იმ ღიად გამოქვეყნებულ შავი ზღვის ფლოტის გემების სიას, პრაქტიკულად შავი ზღვის ფლოტში რუსეთს გემი აღარ დარჩა. ისეთი, რომლითაც მას თუნდაც მცირე სამხედრო მხარდაჭერის ოპერაციის გაკეთება შეძლოს. მესამე საკითხი, რაც ასევე ძალიან პრინციპულად საჭიროა, საჰაერო მხარდაჭერა. საჰაერო მხარდაჭერა, როგორც ბატონო გიორგი თქვა, დღეში 100 თვითმფრინავ საათი უნდა უზრუნველყოს ავიაციამ, რომ არმიის საარმიო ოპერაციამ, არმიის დონის ქვედანაყოფის ოპერაციამ ჩათვალოს, რომ მას საჰაერო მხარდაჭერა აქვს. დღეში 100 საათ გაფრენა დღევანდელ დღეს უკრაინაშიც კი ვერ აკეთებს, სადაც სრულმასშტაბიანი ასე ვთქვათ ომი მიდის. როგორც ბატონო გიორგი თქვა, კრიტიკულ დღეებში რასაც გვია, როდესაც რუსეთს ძალიან უჭირდა 25 საათამდე იყო ბატონო გიორგი მგონი ასული მაქსიმუმ. და აგრეთვე ძალიან დიდი როლი ეკუთვნის ლოჯისტიკას, ანუ მომარაგებას. თუნდაც წარმოვიდგინოთ რაღაცა გზებით ახლა, იმიტომ რომ შემდეგ ლექციებში დავიდოვებ იმას, რომ 60,000 ქვეითი ელემენტარულად ჩრდილოეთიდან საქართველოში რო შემოვიდეს, გზა არ ეყოფა უცბად შემოსვლისთვის და მაგას რომ მოვეშვა. მარშზე დადგა 60,000 კაცი, ჩამოვიდა მარშზე რო დგას ხალხი, იმათ აქვს მაქსიმუმ 3 დღის საჭმელი და რაღაცა შეზღუდული რაოდენობის საბრძოლო მასალა. ელემენტარულად ტყვიები. პირველივე შეტაკების შემდეგ რუსეთს უკვე უზრუნველყოფილი უნდა ქონდეს, აწყობილი უნდა ქონდეს თავისი ჯარების საბრძოლო მარაგის შევსება, რომელიც როგორც აღნიშნეთ, ჩრდილოეთიდან უნდა შემოვიდანოს, რაც შესაბამისი პრობლემები იქნება. ანუ აღარ დაგმით ახლა რიცხვების ლაპარაკით და ესეთი მომენტით, უბრალოდ რეზიუმეს ვარიანტში მინდა ვთქვა, რომ ცალსახად რუსეთმა კიდევაც რომ მოინდომოს, კიდევაც რომ დაავალოს დაუშვათ პუტინმა გენერალურ შტაბს და მიგეგმეთ თუ გენერალურ შტაბში რუსეთის გენერალურ შტაბში კიდე ჭკუატყოფელი დაურჩათ იმედია ერთი მაინც, ის ეტყვის რომ ჩვენ კი დაგიგეგმავთ, მაგრამ აღსრულება შეუძლებელია, რესურსი არ აქვს. აი ეს არის ჩემი ვთქვათ რეზიუმე. ძალიან სერიოზული რეზიუმე ხო? აი ეს იყო მთავარი სათქმელი მართალი გითხრათ.